მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონო კონსტანტინე. დღევანდელი თემა ეხება თამბაქოს ინდუსტრიის გავლენას და ჩარევას სახელმწიფოს მოქმედებებში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ასე შემდგომ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით, გაძლიერების ნაცვლად ხდება შესუსტება ამ ღონისძიებების და ეს პირდაპირ ურტყავს უკვე რა თქმა უნდა მოსახლეობის ჯანმრთელობას. იმიტომ რომ თვითონ თამბაქო მოგეხსენებათ არის ნომერ პირველი მკვლელი ჩვენი საზოგადოების დაახლოებით ყოველი მეხუთე ადამიანი საქართველოში ნაადრევად ეღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით. და თვითონ ტვირთი ავადობის არის საკმაოდ მაღალი ამავდროულად. დანახარჯებს თუ კი მიუბრუნდებით, დაახლოებით სახელმწიფო მაგალითად და ჯიბეებიდან თანაგადახდილი თანხები წარმოადგენს დაახლოებით 1,5 მილიარდ ლარს, რასაც სახელმწიფო იხდის თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ, განსაკურნებლად კი არა, რამოდენიმე თვითრო გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე ადამიანებს. ასევე მოგეხსენებათ, საქართველოს არის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის წევრი და გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა ზომა მიიღოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ შემცირდეს მოხმარება და შესაბამისად აქედან გამოწვეული როგორც ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ტვირთი, ასევე ეკონომიკური და ფინანსური ტვირთი, რაც მაქვს ამ ყველაფერს. გარდა ამისა, მწვერვალები დაახლოებით 2 მილიარდ ლარს წვავენ, ისედაც გაჭირვებული ქვეყანა ვართ იცით თქვენ და ღარიბი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ასევე მოიხმარს თამბაქოს და მათი შემოსავლების დაახლოებით 1/3 იწვება ამ ლეტალური პროდუქტის შეძენაში. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში არის 73 წელი, მწვერვალებს შორის არის 56 წელი. ანუ ჯანმრთელი ცხოვრების 17 წელს იკლებს საშუალოდ მწვერვალი ადამიანი და აქედან გამომდინარე არ იქნება დოვლათი, ხო, და პროდუქცია და არაპირდაპირი ზარალი აქედან გამოწვეული შეადგენს დაახლოებით 8-9 მილიარდ ლარს. წარმოიდგინეთ, ერთის მხრივ პირდაპირი ზარალი 1,5 მილიარდი, მეორეს მხრივ 2 მილიარდი ლარი, რასაც მწვერვალები ხარჯავენ ამაში და 7-8 მილიარდი ლარი არაპირდაპირი ზარალი ჯამში წარმოადგენს დაახლოებით 11 მილიარდ ლარს. რამდენი შემოაქვს ბიუჯეტში თამბაქოს ინდუსტრიას? 900 მილიონი, აჰა, მაქსიმუმ 1 მილიარდი. ანუ 1/11-თან არის თანაფარდობა. ეს არ არის არანაირად მომგებიანი ინდუსტრია, აქედან გამომდინარე არანაირი პრიორიტეტი ამ ინდუსტრიას არ უნდა გქონდეს და დღეს სწორედ საუბარი ამ თემაზე გვექნება, რომ სამწუხაროდ ბოლო წლებში განსაკუთრებით თამბაქოს ინდუსტრიას სერიოზული გავლენები აქვს, განსაკუთრებით მაღალ ხელისუფლებაზე და ამასზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდე 7 წლის განმავლობაში არ არის მიღებული თამბაქოს ინდუსტრიასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების გამჭვირვალეობის შესახებ ნორმატიული აქტი. მაშინ, როდესაც ხელისუფლება მოუწოდებს, თქვათ, სამოქალაქო სექტორს, რომ იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში თვითონ მოქმედებს გამჭვირვალედ და ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება მალე მიიღოს მთავრობამ, თუ კი მართლა არ აქვს მას კორუფციული გარიგება და ურთიერთობები თამბაქოს ინდუსტრიასთან, რაც შეიძლება მაშინ მალე უნდა მიიღოს ამ გამჭვირვალეობის შესახებ ნორმატიული აქტი, ხო? აი ამას ველოდებით ჩვენ დღევანდელი შეხვედრისგან. თქვენი აზრით რაშია გამოსავალი ბატონო? გამოსავალი არის პოლიტიკურ ნებაში, რომ მართლა ამ ხელისუფლების თქვათ მიზანი არის ჯანმრთელი მოსახლეობა, ჯანმრთელი მომავალი თაობები თუ არა. თუ ეს ასეა, მაშინ ყველა ზომები უნდა იყოს გამოყენებული და მიღებული იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობები, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები. პირველ რიგში მინდა გითხოთ, როგორც პარლამენტის წევრს, როგორც ექიმს. რა საქართველოში როგორ აღონისებები შეიძლება რომ გატარდეს იმისათვის, რომ ახალგაზრდები და მათ შორის ჩემი ტოლებიც რომ გადავარჩინოთ, ასე ვთქვათ, სიკვდილს გადავარჩინოთ და მივცეთ იმის საშუალება, რომ იცხოვრონ დასწაღი ცხოვრების წესით. თქვენი პასუხი თუ შეიძლება. უღრმესი მადლობა ყურადღების გამოჩენისათვისა და ამ ჩემი ნაზრების შეკითხვისათვის იმაზე რაც ვფიქრობ ჩემი თაობა. გრძელდება ბრძოლა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსოფლიაში. ეს არის როგორ გითხრათ? თემა, რომელსაც ერთი ქვეყანა ცალკე ვერ მოერევა. მაგრამ სამწუხაროდ დღეს სოფლიოში ის ძალები, რომლებიც უნდა იდგნენ სიცოცხლის გვერდზე, არ დგანან.
განან უფრო ინდუსტრიის გვერდზე. თამბაქოს ინდუსტრია არის ყველაზე დიდი კოლერი. თუმგითხა. იმიტომ რომ ყველა გზას ეძებს თვალი მოჭრას, ყური მოჭრას, რაღაცა დაინტერესოს, მოატყუოს და თვითონ სარგებელი ნახოს ადამიანები კი დაადრევად მოკვდნენ, გარდაიცვალა. ეხლა რასაკეთებს საქართველოს ხელისუფალი იმ არასამთავრობო სექტორთან ერთად, რომელიც გულშემატკივრობს სიცოცხლის ჯანმრთელ წესს, ანუ ჯანმრთელი ცხოვრებისას. ეს არის შემუშავებული კანონმდებლობა უმაღლეს დონეზე მისაბაძად მთელი მსოფლიო, რომელიც ჩამოდის და ესწრება ჩვენს მიერ მიღებულ კანონმდებლობას, ყველანი გამოთქმის კვალიფიკაციას და აღთქმულებას არის მეორე ამ კანონმდებლობის ასრულება. ყველაზე რთულია საერთოდ მიიღო წესი, რომელიც ყველასთვის იყოს მისადაგებელი, ყველასთან მისადაგებული და იმან იგრძნოს თავისთავად ვალდებულად ეს წესი შეასრულოს. აქ გვიჭირს. ვაქცინის სვლა, მაგალითად საერთო მომხმარებელთა რაოდენობა, რომელიც 31%-ს წარმოადგენდა მომხმარებელთა შორის, ეს შემცირდა, მომხმარებული ღირების რაოდენობა შემცირდა, 300 მილიონო ბიზნესმა უარი თქვა საერთოდ თამბაქოს სიცოცხლის გამოყენებაზე, მაგრამ მოწყდებით სხვა ფორმის გამოძიებას. მაგალითად, როგორც არის ალბათ ადმინისტრაციულ შენობებში მოწევა, ზოგჯერ სამეცნიერო დაწესებულებებში მოწევა. ეს არის ძალიან ცუდი. სავაჭრო არ აქვს მნიშვნელობა ყველგან ასაბძანებ. არა იმ გამოყოფილ ადგილზე, სადაც არის მიტყებული, არამედ კაბინეტებში. ეს ძალიან ცუდი. მეორე არის ისევ დიდი ტყუილი, რომელიც შემოსულია ამ ველზე, ალტერნატიული თამბაქო, ელექტრონული სიგარეტები, გახურებადი თამბაქო, რომ თითქოს დაკლები მავნეობით არის და ამით ითხოვებენ ახალგაზრდებს. ანუ მომხმარებლებს იზრდიან ამ კუთხით. და არავინ არ უსმენს ყურს ჯანს აღაზრს, რომ ის კიდევ უარესი გამოწვევის სიასე დააყენებს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამიტომ სად არის გამოსავალი? პირველი ყველაზე მთავარი არის ადამიანის წინამდე მიიტანო, ანუ მოუთხრო, გაასიგზე განებინო ამ სირთულეების წინამდე სავალი გზა. ცხოვრების ჯანსაღის წესის დამკვიდრებაში ყველაფერი გააკეთოს, როგორც სახელმწიფომ, ასევე ოჯახებმა. პირადი მაგალითი ყველა ადამიანის. ეს არის პირველი გზა, ყველაზე ხანგრძლივი, სკრუპულოზური, ძალიან რთული გზა. მეორე არის საკანონმდებლო უზრუნველყოფა, მუდმივად მაჯაზე ხელის მოკიდება რამდენობა არის მიღებული კანონების შესრულების გზაზე და საზოგადოების დარაზმობა, რომ მხოლოდ ერთობლივობით შეიძლება გადაელახოს ეს დიდი წინააღმდეგობა. არის მთელი რიგი გამოწვევები, ახლა მაგალითად საქართველოს როგორც იქნა მიუერთდა და უკვე განახორციელა 1 აპრილიდან კანონი ამოქმედა სადაშებუთვასთან დაკავშირებით. რომ რა არის სადაშებუთვა? ახალ მომხმარებელს სრული დაეკარგოს ან ყურადღება არ მიაქციოს ამ ახალ პროდუქტებს. ძირითადად იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც სტუდენტების შეიძლება მოექცნენ. აბა მწველები კარგად იციან მწველებმა თავისი მდგომარეობა, დასახელებას არ აქცევენ ყურადღებას, სულნიტაც მიაგნებენ ამ თამბაქოს. ახალგაზრდები რო არ მოხდნენ ამ მანკერწრეში. მივიღეთ ეს კანონი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამოქმედება დაიწყო. მაგრამ აი დღეს მოვისმენთ, რა მდგომარეობა არის ამ კანონის მოქმედების გზაზე, სადმე არ არის შეფერხება. მეორე იქნება რაღაც ინიციატივები და ერთ-ერთ ალბათ გავაჟღერებ კიდევაც. თამბაქო ტოქსიური პროდუქტია საერთოდ და საერთო მოხმარების სფეროში არ უნდა ხდებოდეს მისი კანონით დაშებული ფორმით რეალიზება. ანუ ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ეს ქსელი და ესეც უნდა შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას. შემდეგ არის ერთ-ერთი ურთუალესი გამოწვევა. ჩვენ ქვეყანამ ცნობილია გამჭირვალობის კანონით და ხელისუფალი ყავს, რომელსაც
კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა მისი განათლება არის გამჭვირვალე ყველასთვის მისაწვდომი და აი ამ გამჭვირვალობის კანონში ერთი კიდევ პატარა დამატება არის, რომელიც დირექტივასაც შეასრულებს ევროპის დირექტივას. ეს არის 5-3 დირექტივა, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიასთან ყოველი ურთიერთობა უნდა იყოს გამჭვირვალე ნებისმიერი ჩინოსანის. ნებისმიერ დონეზე. საუბარიც კი უნდა იყოს ცნობილი, რა თემაზე ისაუბრეს ამ ადამიანებმა ერთს შორის. რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ ჩაუკეტავს კარებს ინდუსტრიას ნებისმიერ სახელმწიფო შროსთან. ეს არის დიდი გამოწვევა. და მთელი რიგი მოვლენები, რომლებიც აი მაგალითად ბაქანაში მოწვევის თემა, რომელიც ჩვენ კანონით ავგზავნეთ როგორც ტაქსებში, ასევე კერძო ხობილობაში ხო ბაქანაში, რომ თუ არასრულწლოვანი ძის ბაქანაში მძღოლმა, მამამ, ბაბუამ, დედამ, მებიამ არ უნდა გაიმეტოს მისი ნაშიერი და მისი შთამომავალი ამ ტოქსიური გამონაბოლქის შესასრულებლად. მაგრამ ეს კულტურაც არის, ადამიანმა თვითონ უნდა იზრდოს პასუხისმგებლობა და აქ ახლა ყველა მანქანაში ვიდეო კამერას ვერ დააყენებ. ამიტომ აი ეს twin-ში უნდა ქონდეს ადამიანს ეს ჩანერგილი, რომ თავისი ცხოვრების სხვა ზიანი არ მოუტანს. მოკლედ რა ვიცი, როგორ გეტა გამოწვევები ბევრია. ბატონო ლადო, აი თქვენი აზრით რაშია გადარჩენა და რაშია გამოსავალი პირადად? საღი აზრის გამარჯვებაში. აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, გამკაცრება რასაკვირველია უნდა ეხმარებოდეს, რომ twin-მა მიიღოს სწორი განაზღვრება. გამკაცრებას, კანონის გამკაცრებას გულისხმობდა ასულების. მე მაგალითი მოყავს. ჩვენ ძალიან ვბაზავთ ამერიკას და ბევრ რამეში მისაბაძის არის ეს ქვეყანა. და ერთად წარჩინებულმა პრეზიდენტად, რომელიც 60-იან წლების დასაწყისში 60 წელს გახდა პრეზიდენტი და მე 73 წელს მოკლეს. ჯონ ფიჯერალდ კენედი იყო ასეთი კარგი კაცი. სწორად ფიქრობდა. მან თქვა, ჩვენ ახლა დღეს უნდა დავიწყოთ ბრძოლა ინდუსტრიასთან, რომ ამერიკის მოსახლეობა გადავარჩინოთ. და იძახდა, რომ წელიწადში 1%-მაც რომ ჩვენ ხარი დაგვიჭიროს და ჩვენ გვერდზე გადადგეს, შეიძლება მწევოთ რაოდენობა შევამციროთ და ამერიკას თუ შეხედავ, გონიერი მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ ეწევა. თუ მისაბაძი ამერიკა, აი ასეთი ფორმით უნდა მიბაძოთ ამ ქვეყანას. და ჩვენს ასეთი მე ოჯახში მშობლები, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, საპატრიოტიზმო ადამიანები, თუ პირადი მაგალითის მეოხებით ამას დაასაბუთებენ, რომ ეს მავნეობა უნდა გადააგდო და ეს არის ნებისმიერობაზე დამოკიდებული, ეს იქნება ძალიან კარგი. და რაც თავარია, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევა უნდა გამოვიყენოთ, რომ ალტერნატივა სამკურნალო პრეპარატებისა, თუ სადმე რამე გაჩნდება, ჩამნაცვლებელი თერაპია, თამბაქოსა და თავის ზანებების ეს უნდა იყოს პოპულარიზირებული და ფართოდ მოხმარებული ჩვენ ქვეყანაში.